აბა გოგოებო, ვესტუმროთ ჩვენს ბიჭებს? ხო გოგოებო, კალათბურთელები თუ არ დაგუპატიჟებენ თავისით, მაშინ ჩვენით მივადგებით ტორტით. ხო, ნეტა როგორ მოეწყნენ ახალ ლურჯ სახლში. კარგი გოგოებო, წავიდეთ, აღარ მინდა მანქანაში ჯდომა. გამარჯობა ჩრილდერო ბანი. სად მიდიხართ? თან ტორტით. ლურჯ სახლს უნდა ვესტუმროთ. ხო, ბიჭების სახლს. თქვენს ბიჭებს უნდა ესტუმროთ? გოგოებო, ჩვენი შეყვარებულები ამ სახლში ცხოვრობენ, ამიტომ რა თქმა უნდა ვესტუმროთ. დავდივართ ხოლმე. კარგად ლუზერებო. ჩვენი შეყვარებულებიც მან ცხოვრობენ. ჯანდაბა, ბროასტი ძალიან მომენატრა. გოგოებო, მოდით ხვალ ტორტი ვიყიდოთ და წავიდეთ ვესტუმროთ ჩვენს შეყვარებულებს. ხო, ხილის ტორტი ვიყიდოთ. არა, კარინა, ტორტი იქნება შოკოლადის, იმიტომ რომ ბროასტის შოკოლადი უყვარს. ხილი, შოკოლადი, ხილი, შოკოლადი, ხილი თქო. კარგი თაწყნარდით, მოდი ნაყინის ტორტი ვიყიდოთ. გესმის, მან კიდე რამდენი ხანი უნდა იყო, უკვე 1 საათზე მეტია შესული ხარ. მოკლედ რა, ბიჭებთან ერთად ცხოვრობს და ისეთი რიგი დგას გეგონება, რომ 10 გოგო ცხოვრობს ერთად. ხო, ზუსტად. ოხ, კოსტამ ძალიან დამხალა. არა და რომ ცრნოდა არც გავინძრეოდ. ლუზერებო, ჩემ კოსტაზე ცუდი არაფერი არ თქვა და ჯობია თქვენი წინდები გარეცხოთ. ჩემ წინდებს გარეცხვა არ ჭირდება. ყოველდღე ვრეცხავ. დიმა, შენი მეგობარი იქრამე პროცედურას იტარებს? ხო, მასაც უკეთებენ თუ რა ხდება? მეგობრებო, აბაზანა თავისუფალია. დამვითებს კიდე ყველგან რა ტოყრით დავიხალე. არა, კოსტა არის შიგნით გაჭედილი. გვესმის აქედან როგორ მხერის. მეგობრებო, თქვენ ადგილას არ დავველოდებოდი. კოსტას ბევრი დრო ჭირდება და ჩვენ რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, წაიღეთ წყალი და გარეთ დაიბანეთ, საფხულია. რა გარეთ ბანაობა, წვიმა კი არ არის. და მეგობრებო, ეს რა წესია, ყველგან თქვენი ნივთები როყრია. ძალიან არეულობაა, ყველაფერი მიალაგეთ. და კოსტა, შენ კიდე გამოდი საბოლოოდ. დაკავებულია, ამ წამს შევედი. ამ წამს შეხვედი 9 საათის წინ. ყოველ საათს ერთი და იგივე პასუხს გვეუბნება. ამ წამს შევედი. კარგი, არა უშავს, მე რო შევალ მერე ვაჩვენებ როგორი ამდენი ხანი დავალდება. თქვენ კიდე დაიწყეთ დაალაგება. ლუზერებო, დაალაგეთ. მე არ დავალაგებ. ხო, არც მე. კოსტა გამოვა და კარგად დაალაგებთ. შენ ფრთხილად იყავი. არა, მეგობრებო, მართლა უნდა დაალაგოთ. მე თუ ყველაფერი დაწყობილი მაქვს, თქვენ ყველაფერი რატო უნდა გეყაროთ? იქნებ მოვიდეს ვინმე. ვა, დიანას ელოდები? ტიმურ, დაწნარდი. არ დავწნარდები, იმიტომ რომ არ მადარდებს. მე მაინც არა უნდა მესტუმრება. და მე რა თუ არავის არ ველოდები, ნაგავი მაინც არ უნდა დაყარო. შენი ნაგავი შენ თვითონ შეგაწუხებს. და კოსტა, შენ 3 წუთი გაქვს, რა აბაზანა გაათავისუფლო. ვერა, კიდე 15 წუთი მინდა. მეგობრებო, ეს გაიგონეთ, კიდე 15 წუთი მინდაო. კოსტა, 15 წუთი უკვე 3 ჯერ გითხარი. მეგობრებო, მთელი დღე რასაკეთებთ, ადექით და დავალაგოთ აქაურობა. მასკო, დაკავებულები ვართ. მარჯვნივ შეტრიალდი. მიდი ისროლე. ზუბ, ზაკ, არალაგებთ. მიდი, მარჯვნივ შეტრიალდი. დამეხმარე. დაკავებულები ვართ. ვა, ღვინებთან ერთად ცხოვრობ. ისმაილ, მეც გაკვირვებული ვარ. მოვდივარ და ყველაფერს ვალაგებ, მაგრამ სხვას არავის არაფრის გაკეთება არ უნდა. სახლი ნამდვილ ნაგავს საყრელად აქციეს. მასკოთ, რასაკეთებ, მომკლეს შენ გამო. მასკოთ, პრობლემების შექმნა გინდა? რა? სუპრისი თქმა გინდოდა? მინდოდა. მომისმინე ბაჭია, პრობლემები გინდა? კარგი, უკვე საკმარისია. მომისმინე ზუბ და ზაკ. აქაურობა ყველაფერი უნდა დაალაგოთ. თორე პრობლემას მერე ნახავთ. რა? ხო, დაალაგეთ. აბა გოგოებო, როგორ გამოვიყურები? დრო იდეალურად დიანა, როგორც ყოველთვის. მაია, რა საკეთებ? ვინმე ხომ არ მოგეწონა? არა, უბრალოდ კარგად მინდა გამოვიყურებოდე. ხო, კარგად გამოიყურებოდე. გოგოებო, არ იკამათოთ, ახლა ბიჭებთან მივდივართ ლურჯ სახლში და კარგ ხასიათზე უნდა ვიყოთ. კარგ ხასიათზე, ხო. აჰა, სტუმრებიც მოვიდნენ. თავისუფალია, წრილი აქვს, მაგრამ ცხელი წყალი აღარ არის. ჯანდაბა. მეგობრებო, დროზე ყველაფერი დაალაგეთ, ვიღაც მოვიდა, შეიძლება მასწავლებელმა იგი იყოს. ხო, დაალაგეთ. გამარჯობა. გამარჯობა სმაილ, გამარჯობა კალათბურთელო. გადავწყვეტეთ რომ გესტუმროთ. ხო, თან თქვენ არ მოდიხართ ვარდისფერ სახლში, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ თქვენთან მოსულიყავით, თან შენი საყვარელი მოვიტანეთ. ფორთოხლის. ხო, სტუმრობა, სტაფილოს ნამცხვარი, მაგარია. აბა, შეიძლება შემოვიდეთ? სმაილ, უცნაურად იქცევი რაღაც. არა, უცნაური არ ვარ, უბრალოდ ახლა ყველა ბიჭი შხაპის მიღებას ვაპირებდით და ყველანი პირსახელცებით ვართ. მოკლედ ჯობია რომ მერე მოხვიდეთ. არ მესმის, ახლა რა მოხდა? რა სჭირს? დიანა, სმაილმა უარი გითხრა. კარგი, ვნახოთ. უცნაური საქციელი კალათბურთელებისგან მივედით ტორტით, სმაილმა კარები დაგვიხურა. ხო, დიანა, არც ჩაგეხუტა, არც გაკოცა. რაც შეეშინდა თითქოს. გოგოებო, სარკაზმი საჭირო არ არის. ბიჭებო, სმაილ გააღეთ. მეგობრებო. რა? სმაილ, კიდე 3 წუთი მჭირდება. რა მოხდა? დაალაგეთ.
ხო გითხარით სახლი დაალაგეთ თქო, ხო გითხარით. ხო, მივიღებთ შხავს და დავალაგებთ. თომას, მიდი შენი დასრული წინები აალაგე. არა, ჩემი ზუგის და ზაკის არის. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ნაგავია, უნდა დაალაგოთ. ბაჭიაჩი ლიდერები მოვიდნენ ნამცხვარით, როგორ არ შემოუშვა. კნოპაც მოვიდა, ნამცხვარით და როგორი ნამცხვარია, შოკოლადის? არა, სტაფილოსი. მოკლედ ბიჭებო, შემიძლია ბაჭიებს 2 წუთი დაველაპარაკო და მანამდე თქვენ ყველაფერი უნდა დაალაგოთ. იცოდეთ, იმედები არ გამიცროთ. გასაგებია? ხო, გასაგებია, დაალაგეთ. რას გულისხმობ? ლუზერებო, სახლი დაალაგეთ. ხო, კარგი. მორჩა, მეც აღარ დავალაგებ, ძალიან დავიხარე. ხო, აღარც მე, თან ჩემი ნაგავი არც არის. მეგობრებო, ეს რა წესია? უკვე აღარც ვიცი როგორ უნდა გელაპარაკოთ. მასკოტ არც არის საჭირო რომ დაელაპარაკო. თუ არ გისმენანი შეეშვი და შენ თვითონ დაალაგე. მე კიდე საჭმელს გავაკეთებ. ვაჰ, არ მგონია ამ სახლში დიდი ხანი გავცლო. მასკოტ დივანის ქვეშ კიდევ ძალიან ბევრი წინდა არის და მიდი სარიცხ მანქანაში შეაგდე. არა, მე თქვენ წინდებს არ ავიღებ. გოგოებო, გამარჯობა. ბოდიში უბრალოდ დამიძახეს და აუცილებლად უნდა წავსულიყავ. დაგიძახეს არა, ნეტა ვინ დაგიძახა ისეთმა მნიშვნელოვანმა, რომ ცხვირწინ მომიკეტე კარი სმაილ. შეიძლება შემოვიდეთ, 20 წუთია აქვთ გავართ, დავიღალეთ. ხო, გოგოებო, რა თქმა უნდა, შემოდით. მაგრამ ისე თქვენ ნამცხვარი მოიტანეთ, ჩვენ კიდე ჩაი არ გვაქვს. სმაილ, რას გვთავაზობ, რომ ვარდისფერ სახლში დავბრუნდეთ? სმაილ, ნერვებს მიშლი, რაღაც ძალიან უცნაური ხარ. მაია, შეგიძლია შენ შეყვარებულზე ისაუბრო ასე, მაგრამ სმაილზე ასე ნულაპარაკობ. სმაილ, შეგიძლია შემოგუშვა, ძალიან უცნაურია. მოვედით, მეორედ დაგიკაკუნეთ და არ გვიშვებ შიგნით. ხო და ზაკატი სად არის? რატო ვერ ხედავ? არ უთხარი რომ მოვედი? კრობა, ზაკატი ახლა შხავს იხევს. გოგოებო, ისე თქვენ მანქანით მოხვედით? მანქანით ვართ. მისმენეს მალ არ მისმის დროს რატომ წელავ? თუ არ გინდა რომ შემოგუშვა, უბრალოდ გვითხარი, დავბრუნდებით ვარდისფერ სახლში. არანაირი პრობლემა არ არის. ხო, და აქ დაგიტოვებთ ამ ტორტს. არა კნოპა, ტორტს წავიღებთ. გოგოებო, მომისმინეთ, რადგან მაინც მანქანით ხართ, არ შეგიძლიათ რომ განწახუდეთ და ჩაი წამოიღოთ. მერე შეგვეძლება რომ ერთად დავცხდეთ. ჩაი დავლიოთ, ნამცხვარეში ვჭამოთ და ვილაპარაკოთ. მისმინეს მალ არ არის საჭირო ეს ყველაფერი. ვიცი რომ გუში მწვრთნელიები და მასწავლებელი მაიკი მაღაზიაში იყვნენ და ყველაფერი იყიდეს როგორც ვარდისფერი სახლისთვის, ისე ლურჯი სახლისთვის. მოკლედ, შემოვდივართ. ტაფა ვინ არ გარიცხა, დროზე სამზარეულოში კვერცხი მინდა შევწვა. გამარჯობა კოსტია. გამარჯობა ბიჭებო. მეგობრებო, სტუმრები გვყავს. გოგოებო, გამარჯობა. ვა, ბაჭიები მოვიდნენ. კნოპა, გამარჯობა. რისი ნამცხვარია? რა მნიშვნელობა აქვს? დაალაგე. სმაილ, ახლა მესმის რატომაც არ გინდოდა ჩვენი შემოშვება. არა დიანა, ყველაფერი კარგად იყო. უბრალოდ 2 წამით შენ გელაპარაკებოდი, ყურადღება მოვადუნე და ხო ხედავ რაც გააკეთეს. დროზე ყველაფერი დაალაგეთ. შეიძლება მაგიდასთან მივიდეთ? ხო, რატომ ვდგავართ? წამოდავსხდეთ. ხო, წამოდით გოგოებო. მეგობრებო, ჩქარა დაალაგეთ. ხო, იჩქარით, გოგოები მოვიდნენ. მოიცა, აქ რა ხდება? ჩერლიდერები მოვიდნენ. მოკლედ, მე არაფერს აღარ დავალაგებ. ნამცხვრის ტორტი არ არის და გაბრაზებული ვარ. პროვასტი, მარტო უნდა დავალაგო? ხო. ვაუ, აქ უარესი სიტუაცია. არ მეგონა ასეთი მოუწესრიგებლები თუ იყვნენ ბიჭები. ხო, ყველგან ნივთებია, აქეთ წინდები, აქ როგორ ცხოვრობთ? გოგოებო, ძალიან ცუდია. ამორს არაფრის გაკეთება არ უნდა. მთელი დღე უბრალოდ თამაშობენ და აქაურობას ანაგვიანებენ. და მე რატო უნდა დავალაგო? ხო, ვარდისფერ სახლში ყველაფერს სტელა ალაგებდა. ხო, ბიჭებო, აქ გადმოსვლა არ იყო კარგი აზრი თქვენთვის მგონი. ხო, არც მე არ მომწონს. კოსტა რო აბაზანაში შედის, ყველანი 1 საათზე მეტი ველოდებით და სახლი კიდე ყოველთვის არეულია. ხო, და დღეს საუზმეც არ გქონდა, იმიტომ რომ მასწავლებელმა იგი წავიდა და საუზმე არავინ არ გააკეთა. გოგოებო, იქნებ ტორტი ავიღოთ და ვარდისფერ სახლში გადავიდეთ რა სიტყვით. ხო, თანახმოვარი, იმიტომ რომ აქ არაკომფორტულია ყველაფერი. თავიდან რომ მოვედი, საყვარელი თბილი სახლი იყო. ახლა რაღაც საშინელებაა. არა, გოგოებო, ახლა ლუზერები ყველაფერს ალაგებენ. და თქვენ რაც შეგეხებათ, ზუბ და ზაბ, ბოლო შანსს გაძლევთ. 1 წუთი გაქვთ, რომ ყველაფერი დაალაგოთ. თავი დაგვანებით. სმაილ, აზრი არ აქვს. კალთბურთელებო, მე უკეთესი იდეა მაქვს. ჩაიცვით და წამოდით ვარდისფერ სახლში, იქ შეგვიძლია დავლიოთ ჩაი, მივირთვათ ეს ტორტი. ხო, აქ დასხდომა არ გამოვა და ამიტომ ჩვენთან გავატაროთ საღამო. საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თან აქ ტორტს გემოს ვერც დაატანთ, იმიტომ რომ საშინელი წინდების სუნია. წინდებს რაც შეეხება ამათი ბრალია. რა გინდა, მე ხო გეუბნებოდი რომ გაგერეცხა. კარგი ბიჭებო, გვესტუმრებით თუ არა? ხო, წავიდეთ. კარგად, ნახვამდის. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. რო დავბრუნდებით, დალაგებული იყოს. ფუმფულა, თავი დაგვანებე. ჩვენ არაფერს არ დავალაგებთ. მოკლედ, როცა დავბრუნდები, ყველაფერი სუფთა უნდა იყოს. ახლა გოგოების სახლში მივდივარ. მეგობრებო, რა შვებით, ყველაფერი დავალაგეთ. ები, რა კარგია, შეგვიძლია მთლიანი დღე ერთად გავატაროთ.
ხო, მაგარია მაიკ, მაგრამ გოგოებმა თქვას რომ 5-ზე დაბრუნდებოდნენ და ჯერ აქ არ არიან. ები, ჩემი აზრით გოგოებზე აღარ უნდა დარდობდე. ისინი დიდები არიან, დამოუკიდებლები. აი მაგალითად ჩემ ბიჭებზე საერთოდ აღარ ვდარდობ და ყველაფერს თვითონ აკეთებენ. მაიკ, შენთვის ძალიან კარგია რომ არ დარდობ მათზე, მაგრამ მე გოგოებზე ვნერვიულობ. გოგოები არიან. ები, მოვლენ შენი გოგოები, აბა სასწავლენ. და ისე ხვალ დროს ვაპირებთ. მივდივართ თერმულ წყლებში. მაიკ, ხომ შევთანხმდით, გითხარ რომ კი წავიდოდით. მწვრთნელოები მასწავლებელო მაიკ ხილი. აი, მაიკ, შეგიძლია აიღო ვაშლი. ები, ისე ცოტა გაკურებული ვარ. შენი ვარდისფერი სახლი ძალიან ჩუმი და სუფთაა. თქვენთან სახლში იგივე არ არის? მწვრთნელოები ბიჭები ლურჯ სახლში არიან, ვერც წარმომიდგენია რა საშინელება. ისა ლურჯ სახლში ყველაფერი კარგად არის. მაიკ, მიდი მითხარი რა ხდება ამ სახლში. მოკლედ, მწვრთნელოები თითქოს არ იცოდეთ. მწვრთნელოები იქ ბიჭები ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, საშინელება და ქაოსი იქნება. ალბათ წინდები ყველგან არის. და არავის არ უნდა გაწმენდა. კარგია რომ აქ აღარ ცხოვრობენ, კიდევ კარგი. მაიკ? ხოვები, ვაუ, ურძენი. მაიკ, თემას ნუცვლი, თორემ ახლავე წავალთ ლურჯ სახლში. მწვრთნელოები მგონია კარგი იდეა არ არის, იმიტომ რომ მაგის შემდეგ ამაღამ ვეღარ დაიძინებთ, დარწმუნებული ვარ. საუკეთესო გეგმა იქნება, ხვალ დილით უწახვალთ და აყრით ბიჭებს და დაალაგებთ. გოგოებო, მე რა მოხდა? ჩემი ბიჭები უბრალოდ დამოუკიდებლები არიან და ჩემი გაკონტროლება არ ჭირდებათ. კონტროლი არა, მაიკ, დამოუკიდებლები? ჯიჯი, სანამ ვჩხუბობდით, ბოლო შოკოლადის ტორტი წაიღეს. ხო, და ახლა ბიჭებს რა უნდა წავუღოთ? შოკოლადი. აღარ არის. გამარჯობა მწვრთნელოები, მასწავლებელო მაიკ. გამარჯობა გოგოებო. გოგოებო, 6:24 წუთია, დააგვიანეთ. და გავიწყდათ, რომ დღეს პიცას უნდა დაეხმაროთ ალაგებაში და დარეცხვაში? გვახსოვს, მასწავლებელო მაიკ, რაღაც უნდა გითხრათ. ჯიჯი! ჯიჯი, გისმენთ? მაიკ, ჯიჯის უნდა გითხრას, რომ ახლა პიცას დაეხმარება ჭურჭელს გარეცხვაში. არა მწვრთნელოები, მინდა გთხოვოთ, რომ ბიჭები დააბრუნოთ, ბროვასტის გარეშე ვეღარ ვცხოვრობ. აუ ხო, ძალიან გთხოვთ, მეც არ შემიძლია ტომასის გარეშე. დროს აღარ ვატარებთ ერთად საერთოდ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. რა? ბიჭები ამ სახლში არ დაბრუნდებიან. გოგოებო, დაგავიწყდათ, რომ ბიჭების გარეშე აქ უკეთესად ვცხოვრობთ. არავინ აბინძურებს, არავინ არ აგვიანებს, ყველაფერი სუფთა და წყნარია. ები, მგონია ეს მეც მეხება. მე არ მატარდებს არ მყავს შეყვარებული, მაგრამ ტორტის საყიდლად წავედით, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ დავიძინებ. მწვრთნელოები, გთხოვთ, ბიჭები დააბრუნეთ ამ სახლში რა? არა. ები თქვა არა. გოგოებო, ძალიან გამიხარდა რო გვესტუმრეთ. თან სტაფილოს ნამცხვარით, ჩემი საყვარელია. არა, სტაფილოს ნამცხვარი ჩემი საყვარელია. ხო, ბიჭებო, მაგრამ ეგრევე არ შემოგვიშვით. ისე ჯობდა გაგეფრთხილებინეთ, რომ არ იყო დაალაგებული და საერთოდ აღარ მოვიდოდით და პირდაპირ თქვენგად მოხვიდოდით ჩვენთან სახლში. დროსაც არ დავკარგავდით. შოკში ვარ, ამ ლურჯ სახლში ისეა თითქოს 30 კაცი ცხოვრობს. მართლა, მასკოტ, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ მაგ სახლში? მე თვითონაც არ ვიცი. აქ მხოლოდ ერთი შაბათ-კვირით ვარ და ლუზერებმა და ზომბებმა აქაურობა ნაგავს საყლას დაამსგავსეს. ხო, შევამჩნიეთ, თან რაღაც ძალიან ცუდი სუნი დგას. ხო, წინდების. აბაზანის რიგში ყოფნა იცით რა არის? დღეს კოსტას საათნახევარი ველოდებოდით. ბავშვებო, დაგვეწიეთ. ჩაი და ტორტი. მოვდივართ. ბლონდი, უნდა გაგვიგო, გთხოვ, შაბათ-კვირაა და ჩვენ შეყვარებულებთან დროს ვერ ვატარებთ. ბლონდი, იმ ლურჯ სახლში ცხოვრობენ და ვერ მივდივართ მათთან. მე რა ამის გამო უნდა გავაუქმო ვარჯიში? ერთი დღე გაწელვების ვარჯიშის გარდა გამორიცხულია. გთხოვთ, უბრალოდ ერთი დღე, მხოლოდ ერთი. ხვალ დროს გავატარებთ ჩვენ შეყვარებულებთან და შემდეგ მთელი კვირა გიჟივით ვივარჯიშებთ. არ მჯერა. შეყვარებულებთან მთელი კვირა იქნებით სკოლაში. ხო, აქ შაბათ-კვირას მოვედით, ამიტომ გაუძელით ორშაბათამდე. ორშაბათამდე? მე არ გავძლებ ორშაბათამდე, ხვალ ვეწავალ და ზაკს ვნახავ. ხო, ხვალ არ დაგველოდოთ. კარგი, მაშინ მშვიდად დატოვებთ გუნდს. პიცა, ალუბლის ნამცხვარი გამოაცხე რა. ფეხბურთელებო, რამე ხომ არ აგერიათ? ვერ გაიგე, ალუბლის ნამცხვარი. მისი იდეაა, უნდა რომ დიმას ესტუმროს და მას უყვარს ეს ალუბლის ნამცხვარი. მეც მიყვარს ალუბლის ნამცხვარი. ალუბლის ნამცხვარი, ვაშლის ნამცხვარი, ხომ იცით სადაც არის ღუმელი, თქვენით გამოაცხეთ. კარგი პიცა გასაგებია. მოდით გამოვაცხოთ. ალექსა, შენ გააკეთე ალუბლის ნამცხვარი და შენ კარბონარა ყველით, ჩემს დიმას უყვარს. და ბაყაყებო, გადით. ლორენ, ფრთხილად იყავი, თორემ გოჭს შევწვავთ, ბაყაყებს უყვართ. ხო, შემწვარი ბაყაყით ძალიან გემრიელია. კარგი, ტორტი დავდოთ, აქ ახლა ჩაის გავაკეთებ და მასწავლებელი მაიკი ყავს სტუმრად. გამარჯობა მასწავლებელი მაიკ. გამარჯობა გოგოებო. გოგოებო, ბიჭები დაპატიჟეთ სტუმრად? აქ არაფერი ესაქმებათ. ვაუ.
ხვალ ჩვენი შეყვარებულებიც მოვლენ და ხმა არ მოიღოთ, გაიგეთ, ვერავინ ვერაფერს ვერ გვეტყვის. გოგოებო, ხომ იცით წესები, ეს სახლი გოგოების არის, ბიჭებს თავისი სახლი აქვთ. ბიჭებო, გაბრუნდით თქვენ სახლში. კალათბურთელებო, ლურჯ სახლში. როგორც ჩანს აქ მიღებულები არ ვართ. და რა ვქნათ, უნდა წავიდეთ? აქ ძალიან სიმკაცრეა, მაგრამ სამაგიეროდ შეხედე, როგორი სისუფთავეა. მწვრთნელოები, ახლა ყველაფერს აგიხსნით. თავიდან ჩვენ წავიღეთ ტორტი და მივედით ბიჭებთან ლურჯ სახლში, მაგრამ იქ დროის გატარება არის გამორიცხული. მწვრთნელოები, წარმოდგენა არ გაქვთ იქ რა ხდება, საშინელება არის, ქაოსია და სუნი დგას გაურიცხავი წინდების. ვერ ისუნთქებ. რა თქვი მაიკ, დამოუკიდებელი? რო წამოვედი სუფთა იყო. საერთოდ არ არის სუფთა და ასევე მწვრთნელოები და მასწავლებელო მაიკ, დღეს ბიჭები ჩვენთან სტუმრად დარჩებიან. წამოდით ბიჭებო. გოგოებო, ამ წამს თქვენ მასწავლებელმა იგი ჩაუშვით. ახლა ალბათ ძალიან დაერხება. მომისმინე მაიკ, ჩვენი საღამო აქ მთავრდება. გოგოებო, ადექით, მივდივართ ლურჯ სახლში. უჯანდაბა, არ მინდა რომ ხასიათი გავიფუჭო, ამაღამ ვეღარ დავიძინებ. და მე წავალ, კარგად შემიძლია ყვირილი. ჩვენ თქვენთან ვართ. კარგია, ახლა ჩაიდავლიოთ. ფეხბურთელებო, რას აკეთებთ ჩვენს ოთახში? ლორენ, უპასუხე, შენ მოგვიყვანე. კოსმეტიკა გჭირდება. ხო, და გადაწყვიტეთ რომ მოხვიდეთ და რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ რომ არ შემოხვიდეთ. ჩვენი თანხმობის გარეშე არ უნდა შემოხვიდეთ ჩვენს ოთახში. გოგოებო, მოდით, ნახეთ, კალათბურთელები ყავს სტუმრად. ძალიან რთულია რომ ტურჩსაცხი და ჩრდილები გვათხოვო. დამრჩა სახლში კოსმეტიკა და დიმასთან მინდა წასვლა. ზოგჯერ ძალიან ნერვებს მიშლი. ფეხბურთელებო, გარეთ, მალე. ხო, ჩვენი ნამსხური საკმარისად დიდი არ არის, ვერ გაგიყოფთ. ძუნწები, წამოდით გავიდეთ. კარბონარა გააკეთეთ და ნამცხვარი? მზადდება. ცოტა შოკში ვარ, მაგრამ კარგი მე ჩაის გავაკეთებ და ერთ-ერთმა თქვენგანმა დაჭერით ტორტი. ნასია, ხო იცი, მე ჟასმინის ჩაი. გოგოებო, ისე ნამცხვრის აქ რთული იქნება, მაგიდაც არ გაქვთ. თქვენ სახლზე უკეთესი მაინც არის. ხო, უკეთესი სუნი არის. ზოგადად არაფერი არ უნდა გაგუკვირდეს. ფეხბურთელები, ლუზერები, საყურებლო, ისე სიმართლე რო გითხრა, მე ყოველთვის ვეჩხუბები, რო წესრიგი შევინარჩუნო, მაგრამ რა ვქნა, არავინ არ მისმეს. ხო, განსაკუთრებით ის სუპი და ზაკი, მთელი დღე არაფერს არ აკეთებენ და ტელეფონს თამაშობენ და როდესაც მე სახლს ვალაგებ, ბალიშებს მესვრია. მასკოტ, ნუ წუწუნებ. ები, არ არის საჭირო, რომ სადმე წახვიდე. მოდი უბრალოდ ჩაიდავლიოთ. შენი ძალიან გემრიელია. მაიკ, თემას ნუცვლი, გოგოებო, დაუძახეთ კალათბურთელებს, ჩვენთან ერთად წამოვლენ ლურჯ სახლში. რა თქმა უნდა, მწვრთნელოები. მაიკ, შენ დამიმალე რაღაცეები, რაც ხდებოდა ლურჯ სახლში, შენ მერე დაგელაპარაკები. ები, ხო იცი, ბიჭებს ხანაერი მიდგომა ჭირდებათ. მარტივი არ არის. ანუ შენთანაც არ არის ადვილი, ხო? ამაზე არ გითქვამს არაფერი. და ეს ჩემი ბრალი როგორ არის? საერთოდ ყველაფერს მივაკეთებ და ბიჭები დამოუკიდებლები არ არიან. სტაფილოს ნამსხური ყველაზე მეტად მიყვარს. სმელ, თუ გინდა ჩემი ნაჭერით შეჭამე. შევჭამ, რა თქმა უნდა. გოგოებო, მაგარია ვარდისფერ სახლში, ნეტა სულ აქ ცხოვრობდე. რა პრობლემაა? შეგიძლიათ გვესტუმროთ? გოგოებო, მგონი ეს გადაადგილება, ბიჭები ლურჯ სახლში და გოგოები ვარდისფერ სახლში არასწორი იყო. ყველანი ერთად რო ცხოვრობდით, უფრო გასართობი იყო. არა, მასკოტ, ვარდისფერი სახლი უკეთესია ბიჭების გარეშე. ხო, ახლა მარტო გოგოებისთვის არის. დიანა, ხო არ გინდა რომ ეს ნამსხური გავიყოთ? მადლობა, ტიმურ. მომისმინე ტიმურ, მოდი შენი ნამსხური შენთვის დაიტოვე. და მე რომ მინდა რომ დიანას გავიყო. ტიმურ, შენ შეჭამე, სმაილ არ ინერვიულო. არა, არ ნერვიულობ, უბრალოდ მალე ალბათ ტიმურის სახლში დაბრუნდება. ხოლო ჩვენს მერე, სმაილ. ბანი, ბიჭებო, გემრიელად მიირთვით. კალათბურთელებო,ახლავე დადეთ ტორტი, რადგან მივდივართ ლურჯ სახლში მწვრთნელებისთან ერთად. თქვენ აქ არავინ დაგპატიჟათ. ხო, ტორტს აღარ გაგიზიარებთ. ვირთხებო, შეგიძლიათ მასწავლებელმა იქს და ტრენერების უთხრათ, რომ დღეს გოგოების სტუმრები ვართ. სულ ეს არის ვირთხებო, შეგიძლიათ წახვიდეთ. წავალთ მხოლოდ კალათბურთელებთან ერთად. კალათბურთელებო, ლურჯ სახლში მწვრთნელიები გაუმკლავდება ყველაფერს, რაც იქ ხდება. მორჩა დიანა, სახლში წავედი. ბიჭებო, რატომ ახლა არ მოხვედით? ხო, მაგრამ დავიღალე უკვე ამ ყველაფრით. ხო, წავიდეთ და იქნება სუპი და ზაკის რაღაცნაირად გამოვასწოროთ. და კოსტას გავაფრთხილოთ, რომ შემდეგში აბაზანაში საათნახევარი არ შევიდეს. ახლა რა ვქნათ? არ ვიცი გოგოებო, დამთავრდა საღამო. მართლა გინდათ დაძინება? არა. მაშინ გთავაზობთ, რომ წავიდეთ ლურჯ სახლში და ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება მწვრთნელიები ყველაფერს. გოგოებო, მაშინ გავერთობით. წავედით. ბავშვებო, ახლა მივდივართ ლურჯ სახლში და აი ბერც კი წარმომიდგენია, როგორ გავერთობით იქ. უკვე წარმომიდგენია მწვრთნელიები რო უყვირის ბიჭებს და მასწავლებელმა იქს. კარგი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად!